საქართველოში ფართომასშტაბიანი პროევროპული პროტესტის 75 დღეა. საკანონმდებლო ორგანოსთან რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები და ქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გაივსო ხალხით. თუმცა გზის გადაკეტვა 75 დღეს წინ უძღოდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი. გასული დღეებისგან განსხვავებით დღეს სამართალდამცველებმა გააკეთეს ეგრეთგვარი ცოცხალი ჯაჭვი რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე, როგორც 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს და არ აძლევდნენ მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას და შესაბამისად იქ პროტესტის გამოხატვის უფლებას. როგორც სამართალდამცველები სპეციალურ რუპორში აცხადებდნენ, არ იყო მოქალაქეთა ის საკმარისი რაოდენობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც გზის გადასაკეთად არის საჭირო, თუმცა განსხვავებული პოზიციაც ჰქონდათ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ყველაფერს უკავშირებენ ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ და უფლებადამცველების ნაწილის შეფასებულ რეპრესიულ კანონმდებლობას. მათი თქმით, ამ ფორმით ქართული ოცნება ცდილობს მოქალაქეებს შეუზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გადაკეტვის პროცესში, როდესაც სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არის პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ალბათ ყოველდღე ცდილობენ, რომ თქვან მერე, რომ აი ცოტა ხალხი იყო და ვეღარ შეიკრიბნენ. აი ამის თქმა უნდათ, რომ ის თქვან და ვითომ თავისთავი გაიმართლონ, თორე რეალურად ხალხი არის გადაიწეთო ტროტუარზე, ადგილი არ არის, სად უნდა გადაიწიოს, ხო? თან გამოხატვის თავისუფლება, ხო, შეიძლება პირიქით უზრუნველყო, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება მიცი ადამიანს, მით უმეტეს, რომ უკანონოდ აჯარიმებენ ამ ადამიანებს, რომელიც უკვე გზა გადაიკეტა, იმიტომ რომ აღარ ეტევიან და მერე იკეტება გზა და არაერთი ორი ადამიანი არ კეტავს, ხო, გზას კეტავს. იმ რაოდენობის, რა რაოდენობაც დასაშვებია, რომ გზის გადაკეტვა მოხდეს, ხო, ნორმალურ დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყანაში. ალბათ ეგ უნდათ, რომ ხალხმა თქვას, რომ თვითონ თქვან, რომ აი აღარ არის, ხალხი ვეღარ იკრიბება და მუხტი დაეცა. მუხტი ღვივდება და უფრო მეტად გაძლიერდება, იმიტომ რომ უსამართლობას დიდი დრო არ აქვს. მგონია, რომ რაღაცა აბსურდულ ფილმში ვართ მთელი ქვეყანა, რატომღაც, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ვერ შეიგნეს, რომ არ შეეგუება ეს ხალხი უსამართლობას, არადემოკრატიულობას და რაღაცა დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. ეს პროტესტი ვერ გაჩერდება უბრალოდ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, სანამ პატიმრები არ გამოვლენ ციხეებიდან. ამიტომ არ ვიცი, გვეჭიდაონ თუნდაც, დაგვაშინონ, გვცემონ, დაგვიჭირონ, მაგრამ ეს ხალხი იდგება გარეთ, ჩვენ ვიდგებით გარეთ და ბოლომდე ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩვენ ძალებშია, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს. მას შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, გამოჩნდნენ დაკავების მანქანები და ეგრეთ წოდებული მიკროავტობუსები. აქ ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ასევე განლაგდნენ სპეციალურ ცოცხალ ჯაჭვში. მოქალაქეთა მოთხოვნები პროტესტის 75 დღეს არის უცვლელი. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და იმ პირთა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში და ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებისას 2024 წლის აპრილსა და მაისში. 53 პირია დაკავებული სისხლის სამართლისაცით, მათ შორის არის ჩვენი კოლეგა ავტორიტეტიანი გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 30-ე დღეა შიმშილობს.